მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობდი, რომ კარგი იდეა იყო ამ ღია სიის ქვეშ უნივერსიტეტის მოედანზე, უნივერსიტეტთან ახლოს და ეზოში, რომ ბევრი სტუდენტისთვის ყოფილიყო ეს თემა საინტერესო და არ დაზარებოდა სხვა განწასვლა, მაგრამ ახლა დიდად ამითაც არ მოწონებიათ როგორც ჩანს. ეს დისკუსია მზადდება თავისუფალ ჟურნალისტის სახლის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია. დისკუსიის თემა არის მე და უნივერსიტეტი. მე და უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ყველა სტუდენტს, ყველა ლექტორს და ვისაც უნივერსიტეტთან შეხება აქვს, ალბათ თავისი ასოციაციები აქვს მე და უნივერსიტეტთან. ამიტომ მარტო ღიად დავტოვეთ და ძალიან ბევრი ასოციაციის ქვეშ ეს სათაური, რომ ყველამ თავისი მე და უნივერსიტეტი გამოხატოს. დიდი მადლობა რომ მოხვედით, ჩვენი მოხსენებლები არიან ბატონი მერაბ ხალვაში, რექტორობის მოვალეობის შემსრულებელი და ანა პატარაია, ფილოსოფიის სტუდენტი. ანას დავუთმობ მე ახლა სიტყვას და ვთხოვ რომ მე და უნივერსიტეტის თავისი ასოციაცია გაგვანდოს. გამარჯობათ, როგორც მოგესალმებით, მე ვარ ანა პატარაია, ფილოსოფიის მეორე კურსის სტუდენტი. აქ შევეცდები უფრო ლაკონურად წარმოვადგინოთ ჩემი შეხედვება, რომ მოვედი უნივერსიტეტში, როგორი წარმოდგენით მოვდიოდი და როგორი დამხვდა. ესე იგი, წავიკითხავ, შევეცდები მიჩვენე, რომ წავიკითხავ. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ჩაბარებას, რადგან ჩვენ საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც უნივერსიტეტიდან მხოლოდ დიპლომი მოაქვთ. ხოლო მათ იცოდნენ შემოიფარგლება მხოლოდ ფურცელზე აღნიშნული სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღით და მეც არ მინდოდა ასეთ საზოგადოების წევრი ყოფილიყავი. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებდი ჩაბარებას. შემდეგ მაინც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურად ჩამებარებინა, მაგრამ მოხვდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სადაც პირველივე კვირას იმდროინდე გამიცრუდა იმედი, რომ სახშიც კი განაცხადი არ მინდა უნივერსიტეტში წასვლათო. ხოლო მიზეზი თუ რატო ვიყავი ამ განწყობის იყო ის, რომ პირველ კურსელები ბატებივით, მათ შორის მეც, ეს ყველას ესე მოვიხსენიებ ზოგადად, დადიოდნენ და არ იცოდნენ სად წასულიყვნენ. რადგან არ იყო ცხრილი სრულყოფილად დაწერილი, იყო უყურადღება დეკანის ადმინისტრაციისაგან, იგივე ლექტორებისაგან და ერთი სიტყვით პირველი სემესტრი იყო სრული ქაოსი და დამიჯერეთ ასეთ ქაოსში არც კი გაგიჩნდება სრული რაიმე ისწავლო. იმის მიზეზი რომ განვაგრძო უნივერსიტეტი, ეს იყო ბატონი გიორგი მასალკინის საკითხული ლექციები, რომელმაც გადამაწყვეტინა ამერჩია ფილოსოფია, რის შედეგად მივხვდი რომ არც ესეთი საშინელება ყოფილა უნივერსიტეტი, როგორც მე მეგონა და როგორცაც სხვები აღწერდნენ. რადგან მე ვარ ისეთ ადგილას, სადაც შემიძლია მივიღო მაქსიმალური სიამოვნება სწავლისაგან. მიუხედავად ჩემი ასეთი ფუფუნებისა, მე ვერ შევძლებ თვალით დავხუჭო უნივერსიტეტში განვითარებულ პრობლემებზე, რადგან ამ შემთხვევაში მე არ ვიქნები ობიექტორი. ჩემი აზრით პირველი პრობლემა არის ლექტორების არაპროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა. აქ არ იგულისხმება ყველა ლექტორი და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობა დამოკიდებულება. არიან ლექტორები, რომლებიც ხშირად ასწავლენ ლექციებს და ეს ყოველივე მოქმედებს სტუდენტის განვითარებაზე. ასევე არ შემიძლია გამოყოს სტუდენტები, რომელიც იგივე დამოკიდებულება აქვთ უნივერსიტეტიდან, როგორც ზემო აღნიშნულ ლექტორებს და ყოველივე ეს შევაწყობს ჩვენს უნივერსიტეტს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია თუ რატომ არ ატარებს უნივერსიტეტი ისეთ რეფორმებს, რის შედეგადაც არ მოხდებოდა ასეთი ლექტორებსა და სტუდენტების უნივერსიტეტში ყოფნა. ასე მაგალითად, ჩემთვის გაურკვეველია თუ რატომ მოყვა სტუდენტების მხრიდან აჟიოტაჟი ბარიერის ამაღლებას. რადგან მე ვთვლი, რომ სტუდენტი, რომელიც გამოცდაზე ვერ ღებულობს 21 ქულას, შესაბამისად მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია უნივერსიტეტზე. დრო ავიმაღლოთ განათლების ხარჯს და ამასთან ერთად ავიმაღლოთ ლექტორების დონეც. კიდევ ერთი პრობლემა ეს არის თვითმმართველობა. ვერ ხვდები თუ რატო უნდა იყვნენ თვითმმართველობაში ისეთ სტუდენტები, რომლებიც არიან უმოქმედონი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი იძლევა საშუალებას ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურობას და მათ განვითარებას, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს მათთვის არის მთავარი პრიორიტეტი. ვიმედოვნებ ჩემს მიერ აღნიშნულ პრობლემებზე უნივერსიტეტში მოხდება სათანადო რეაგირება და უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ იამაყონ თავისი უნივერსიტეტით. მადლობა მოსმენისთვის და მე ამ მომენტში ვისარგებლებ, რომ ზოგადად ჩემ ფილოსოფიის კურს და ზოგადად ფილოსოფიის ლექტორებს უღრმესი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რაც მე დავუშვათ სიამოვნებას მარიჭებენ თავიანთი ესეთი ყურადღებით და გამოირჩევიან ნამდვილად და ამიტომ ყველას დიდი მადლობა მინდა რომ გადაუხადო.
ეხლა ბატონი მერაბი იქნება თავის მოხსენებით და მადლობა მინდა ვუთხრა ამ არასწორ სტანდარტული დისკუსიის მხარში დგომისთვის და რომ აგვიბა მხარი. დიდი მადლობა მოგესალმებით. მე სხვა ფორმატში ისმის ხო ხმა წარმომედგინა. მე უსმენდი იას და ანას უკაცრავად ანას უსმენდი და აბსოლუტურად ვეთანხმები ის პრობლემები, რომელიც დასვა, რა თქმა უნდა ეს პრობლემები უნივერსიტეტის წინაშე დგას. თუმცა ანაც ხედავს იმას, რომ თქვათ მხოლოდ არ არის თქვათ უნივერსიტეტი რაც განიხილოთ თქვათ უარყოფით კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეებიც გვაქვს უნებრივია. ხო, მხარეები, იმიტომ რომ აღმოაჩინა ანამ რომ ფილოსოფიის სპეციალობაზე შეიძლება, ხო, მიიღო თქვათ სრულყოფილი განათლება და მე როგორც მივხვდი, ანა კმაყოფილია ზოგადად იმ სასწავლო პროცესით, რომელიც ფილოსოფიის მიმართულებით მიმდინარეობს. ეხლა მე ხა პოზიციაში ხა რაც ვარ, მე შეიძლება ჩემთვის ყველაზე უფრო ადვილია თქმა, იმიტომ რომ მე რექტორის მოვალეობას ეს ერთი კვირაა უკვე რაც ვასრულებ და შეიძლება ვთქვა რომ ისი რაც იყო, თქვათ ეს მე ასე არ მეხება, ასე ვთქვა, მე არა ვარ პასუხისმგებელი ამაზე და აი მე ასე გავაკეთებ, ისე გავაკეთებ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ზოგადად მე თუ დრო ამის საშუალებას გვაძლევს, არ ვიცი როგორ არის, თქვენ ალბათ გვაქვს. მე ზოგადად მინდა უნივერსიტეტის იდეაზე უბრალოდ ვილაპარაკოთ, ხო, ვისაუბრო, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ უნივერსიტეტები დაახლოებით ესეთი გაგებით შუა საუკუნეებიდან მოდის და ზოგადად უნივერსიტეტის იდეაზე არაერთ ცნობილ ფილოსოფოსს, ზოგადად მეცნიერს აქვს თავისი მოხსენება, თავისი ნაშრომი მიძღვნილი და შუა საუკუნეებიდან მოკიდებული სხვათა შორის უნივერსიტეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი და უფრო მეტიც აი შუა საუკუნეებში არსებობდა უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ირგვლივ იქნებოდა ქალაქები. ალბათ გაიგებთ, ალბათ თუ მე ხა ზედმეტი ალბათ განმარტება ამას ალბათ არ ჭირდება. და მე-20 საუკუნის მიწურულს და 21 საუკუნის მიჯნაზე აი სწორედ აი ამ უნივერსიტეტების რექტორები შეიკრიბნენ, აი იმ უნივერსიტეტის რექტორები, რომელთა პერიოდი აი საუკუნეებს ითვლის, აი 800, 900 წელი და ასე შემდეგ. და ბოლონიაში ეს რექტორები შეიკრიბნენ და მიიღეს უნივერსიტეტის დიდი ქარტია. და სხვათა შორის სადაც ჩამოაყალიბეს ძალიან ლაკონურად ზოგადად უნივერსიტეტის იდეა. თუ რა როლი აქვს უნივერსიტეტს საზოგადოებაში, რომ კაცობრიობის მომავალი მეტწილად დამოკიდებულია სწორედ იმ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც აი უნივერსიტეტის კულტურულ, სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში ხდება. რომ უნივერსიტეტის ძირითადი იდეა ეს არის სწორედ ახალთაობაში ცოდნის, თქვათ, გავრცელება და დააკვირდით აი ამ ცოდნის შემდგომ ზოგადად საზოგადოებაში გავრცელება. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს მუდმივი ინვესტირება განათლების, ანუ განვითარებაზე, განახლებაზე ორიენტირება უნდა ხდებოდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რომ უნივერსიტეტს სხვათა შორის დღესაც დაობენ ამაზე, რა არის განსაკუთრებით პირველ საფეხურზე უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, რა არის მნიშვნელოვანი, მოამზადო პროფესიონალი, სპეციალისტი თუ მოამზადო მოქალაქე, რომელიც გარკვეულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე არის უკვე ორიენტირებული და რომელსაც შეუძლია ამ ფასეულობების შემდგომ საზოგადოებაში დამკვიდრება. არა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ და ცალსახად ძალიან ძნელია რომელიმეს მიანიჭო გარკვეული უპირატესობა. აი ამ ყველაფრის შეჯერების შემდგომ აი ამ ჩამოყალიბებულია ძირითადი პრინციპები. პირველი ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობა, მეორე ეს არის კვლევების სამეცნიერო და სასწავლო ერთობლიობა, თავისუფლება აი ამ კვლევებისა და ასე შემდეგ. ის ძირითადი პრინციპი, რომელიც რა თქმა უნდა არის უნივერსიტეტის დამახასიათებელი. ეხლა რაც შეეხება ჩვენს უნივერსიტეტს, ხო კონკრეტულად, ეხლა ჩვენი უნივერსიტეტი იცით თქვენ, რომ წელს უნივერსიტეტს უსრულდება 80 წელი. გარკვეული ტრადიციების უნივერსიტეტია და ამ უნივერსიტეტს რა თქმა უნდა თავისი მისია აქვს შესრულებული რეგიონში და თავისი მისია აქვს მომავალში.
წლები მიდის, თაობები იცვლება და ბუნებრივია ის, რომ ეს უნივერსიტეტი თქვა თავის მისიას კარგად ასრულებდა, შეიძლება მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, 60-იან, 70-იან, 90-იან წლებში, დღეს ჩვენ ვიცით რა საზოგადოება სწრაფად ვითარდება და აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია, სხვა მოთხოვნებია უნივერსიტეტის წინაშე და ამიტომ ჩვენი მისია დღეს განსხვავებულია და აბსოლუტურად მესმის თქვენი რომ თქვენი მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოების მოთხოვნა უნივერსიტეტის წინაშე განსხვავებულია და ძალიან გაზრდილია. სერიოზული ამოწმებების რა თქმა უნდა წინაშე დგას დღეს უნივერსიტეტი. მე გეტყვით ახლა პირველი რაც არის ის რომ აი უნივერსიტეტთან მიმართების ეს არის კონკურენცია მაღალი იგივე ჩვენს რეგიონში და მით უფრო დღეს ახლა ეს სატრანსპორტო და ყველა საინფორმაციო საშუალებები დონეზეა რომ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს თუნდაც ის რომ თქვა თქვენ განათლება მიიღოთ ქუთაისში, სხვა რეგიონში, ქუთაისში, თქვა აღმოსავლეთ საქართველოში, დედაქალაქში და ასე შემდეგ, ხო? თვით ჩვენთან რეგიონში უკვე რამდენიმე უნივერსიტეტია, ასე რომ აბიტურიენტს აქვს არჩევანის უფლება, გააკეთოს არჩევანი და ბუნებრივია პრაგმატული თვალსაზრისით ის და საფასურს გადაიხდის იქ, სადაც უფრო მეტი გარანტია აქვს ცოდნის შეძენის, ხო? ან ჩვენ რა უნდა დაუპირისპიროთ ამით ჩვენმა უნივერსიტეტმა, ხო? მე ვფიქრობ, რომ უპირველესი ეს არის სწორედ აი მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ადაპტირებული იქნება შრომის ბაზართან, რომელიც იქნება მოთხოვნადი და აი როგორც საზღვარგარეთის ძალიან ისეთი ცნობილი უნივერსიტეტებშია, როცა აი ამა თუ იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარალელურად პირდაპირ გაგებით ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ძალიან დიდი გარანტი დასაქმების თვალსაზრისით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ინვესტიცია, ანუ თქვენი მშობლები ამ შემთხვევაში რა თქვენს ვინც პირადად მუშაობთ, პლუს თქვენ თანხას ინვესტიციას დებთ სწორედ იმიტომ, მიიღოთ განათლება და ეს განათლება შემდგომ თქვენ პრაქტიკულად გამორიყენოთ, არა, დასაქმდ, ну, ასე პირდაპირ ვთქვათ, დასაქმდეთ. აი მე ჩვენ თუ აი ამას მივახცევთ, ჩვენი უნივერსიტეტი და ეს უმოკლეს ვადაში, იმიტომ რომ დრო ძალიან სწრაფად მიდის, უმოკლეს ვადაში მე ვფიქრობ, რომ ეს უნივერსიტეტს იქნება ძალიან დიდი მიღწევა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვთვლი, რომ თავიდან ბოლომდე უნივერსიტეტი უნდა იყოს ორიენტირებული სწორედ სტუდენტზე ძირითადად, პროფესორზე და სტუდენტს ჰქონდეს, თქვა, კომფორტული გარემო. აი ესეთი პირდაპირ უნივერსიტეტის სტუდენტს უხაროდეს უნივერსიტეტში მოსვლა და აი მას შემდგომ აი არ უნდოდეს უნივერსიტეტიდან წასვლა. ანუ მთელი დღე გაატაროს საუნივერსიტეტო გარემოში. ჰქონდეს აქ პირობები იმისა, რომ ისწავლოს, შემდგომ ისა დაისვენოს და ასე შემდეგ. ეხლა სხვა პრობლემები, რომელიც უნივერსიტეტთან მიმართებაშია, რა თქმა უნდა, ეს არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლის ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მოისუსტებს, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარე წელს გადაედგმება სერიოზული ნაბიჯები და თქვენ როცა დაბრუნდებით უკვე სექტემბრისათვის თქვენ რამდენიმე კორპუსი გახდებათ უკვე განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სექტემბერ-ოქტომბერში უკვე სამუშაოები ჩატარდება აი ამ 5-სართულიანი კორპუსის მე-5, მე-4 და მე-3 სართულზე. და ჩვენ მთელი უნივერსიტეტი ამ ხნის მანძილზე უკვე ვიმუშავებთ ახალი პროგრამებზე და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ახალი პროგრამები კიდევ მეორე ორიენტირებული იყოს შრომის ბაზარზე, იქ განისაზღვროს თქვა სწავლის მეთოდები, ფორმები, შეფასება, ის რომ გაცილებით მეტი იყოს პრაქტიკული კომპონენტი, ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოვაყალიბეთ თქვა რა გვჭირდება, აი მაგალითად იგივე ეკონომიკის მიმართული, ბიზნესის მიმართულების სტუდენტებისათვის მაგალითად სიმულაციური გარემოს შექმნა საბანკო სისტემასთან მიმართებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მიმართებით, ინჟინერიის მიმართულებით მაგალითად საშენ მასალათა ლაბორატორიის შექმნა, ანალოგიური თქვა კლინიკები, თქვა მედიცინის მიმართულებით და ასე შემდეგ. აი მე იცით ასევე მინდა გითხრათ ის რომ თქვა არის საკითხები, რომელიც ეტაპობრივია გადაჭრას მოითხოვს და ყველა ის პრობლემა, რომელიც უნივერსიტეტის წინაშე დგას, ერთდროულად ვერ გადაიჭრება, მე ამას ნამდვილად ვერ დაგკვირდებით, მაგრამ დაგკვირდებით იმას, რომ თქვათ უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში ყველა პირადად მე ყველა ღონეს ვიხმარ იმისათვის, რომ აი ეს საკითხები, რომელიც დგას, მე ეტაპობრივად გადავჭრა. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ მე ხარისხის სამსახურს წარმოვადგენდი წლების მანძილზე, ჩვენ
თქვენ ვატარებდით ყოველ სემესტრში სტუდენტთა გამოკითხვებს, მე მესმის თქვენი ზოგჯერ ხშირად წერდნენ ესეთ ამ სტუდენტები პირდაპირ წერდნენ, რომ აღარ გვინდა ესეთი გამოკითხვები, რადგან მიუხედავად ამისა ჩვენ ვწერთ, მაგრამ არაფერი არ იცვლება. მე რა მინდა თქვა, ის რომ ეს პრობლემები, რომელიც უნივერსიტეტის წინაშე დგას, ჩემთვის ძალიან ესეთია ნაცნობი, მე არ ვიწყებ ახლა თავიდან კვლევას, რომ რა პრობლემები დგას უნივერსიტეტის წინაშე, პირიქით მე ახლა ვიწყებ მუშაობას აი ამ პრობლემების, თქვათ, მოგვარებისათვის. მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის. შეგიძლიათ დისკუსიის მსვლელობის დროს მიირთვათ ყავა, წყალი, მეც ვერ შემოგთავაზებთ ამ შემთხვევაში და კითხვები თუ გაქვთ ან თქვენი მოსაზრებები ამ თემაზე შეგიძლიათ გამოხატოთ. ოღონდ ჯერ თქვით სახელი და გვარი, სტატუსი და შემდეგ კითხვა. გიორგი ბაგაჭიანი, მენეჯმენტის მესამე კურსი. ბატონო მე მაინტერესებს რომელი კონკურსების გადამეტებას ვაპირებთ მომავალ წლისთვის. მოგესალმებით, დიანა ბაუჟაძე, სტუდენტი. პირველ რიგში დავიწყებ იქედან, რომ არ ვეთანხმები ბატონ მეროს გარკვეულ საკითხებში. ეს შეეხება უშუალოდ განათლების სივრცის გადაქცევა, როგორც ბაზარზე ორიენტირებული, მხოლოდ ბაზარზე ორიენტირებული ნიშების ჭალებში წარმოებას. ანუ უნივერსიტეტის მთავარი მისია ამ შემთხვევაში არის მეცნიერება. არა მხოლოდ ცოდნის გავრცელება, უკვე არსებული ცოდნის, დაგროვებული ცოდნის, არამედ ახალი ცოდნის კვლავ-წარმოება და ამავდროულად აზროვნების განვითარება. ჩვენ როდესაც საუბრობთ ბაზარზე ორიენტირებული, ანუ ბაზრის ლოგიკით განვითარებულ ვიწრო სპეციალობებზე, ამ შემთხვევაში სტუდენტები ორიენტირებულები არიან სკილების, რაღაც უნარების გამომუშავებაზე, რომელიც პირიქით მათ აზროვნების განვითარებას უშლის ხელს. და ეს პრობლემა დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტების ყურადღების მიქცევა. რადგან როდესაც ვიწრო სპეციალობები იქნება, აი იგივე ავიღოთ მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტურიზმი თუნდაც, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აქვს მეცნიერებასთან საქმე, ანუ შეიძლება გქონდეთ მათ ანუ მხოლოდ ფუნქციური მიმართულებით მუშაობენ, რაღაც სკილებს, უნარებს აძლევენ სტუდენტებს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს მათი როგორც ამ შემთხვევაში სტუდენტის განვითარებას, ან მომზადებას როგორც მეცნიერებისთვის. ისინი არიან უბრალოდ მომავალი მუშები, რომლებიც გავლენ ბაზარზე და დასაქმდებიან. მეორე საკითხი, რომელიც არსებობს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, ეს არის დაფინანსების საკითხი. უნივერსიტეტები მიუხედავად იმისა, რომ კერძოზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ვსაუბრობ, თუ სახელმწიფოსგან არ იქნება ნება, რომ ეს უნივერსიტეტები განვითარდეს, ანუ ფინანსური დახმარება გაეზარდოს მათ, ხელი შეუწყონ მეცნიერების განვითარებას, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უნივერსიტეტების ზოგადად განვითარებაზე და თავისი მისიის შესრულებაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნივერსიტეტის საზოგადოებამ უნდა დააყენოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ეს არის ფინანსური სახსრების ხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. რადგან სამეცნიერო მუშაობა წარმოუდგენელია უზარმაზარი თანხების გარეშე. დღეს ბატონო ხო პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება ამ შემთხვევაში. ანუ დახმარება აქვს, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. და მეორე მხრივ მინდა ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს სამწუხაროდ უნივერსიტეტებში ნება უნივერსიტეტის საზოგადოების მხრიდან, რომ ამ პრობლემებზე ისაუბრონ ღიად. ეს პრობლემები დააყენონ სახელმწიფოს წინაშე და მოითხოვონ თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, რომ განათლება იყოს ნამდვილად პრიორიტეტული და არა ამ შემთხვევაში
ფორმალურად გაწერილი ხშირ შემთხვევაში ფურცლებზე. ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არის დაწყებული გარკვეულ სტუდენტურ ჯგუფებში, აკადემიურ წრეებში, მაგრამ ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ამ კუთხით უნდა გადავდგათ ჩვენ სტუდენტებმა, ლექტორებმა, აკადემიურმა წრეებმა ზოგადად და მთლიანად უნივერსიტეტის საზოგადოებამ, რადგან უნივერსიტეტი არ არის რაღაც ჩაკეტილი სივრცე, რომელმაც ან მხოლოდ კადრები უნდა მოამზადოს, ან მხოლოდ ამ შემთხვევაში თუნდაც რომ თქვა რაღაც ღირებულებები, სამოქალაქო ღირებულებები ჩამოუყალიბო სტუდენტს, უნივერსიტეტი არის ახალი ცოდნის შექმნის კერა. ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მისია უნდა შეასრულოს და ამაში ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა ვისაუბროთ. მადლობა. ხოჯო სიგადაში მიფასუხოთ და მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ეხლა რაც შევა გიორგი თქვენს კითხვას მე გეტყვით კონკრეტულად ეხლა რა შეკეთდება. აი საერთოს ყოფილი საერთო საცხოვრებელის მესამე და მეოთხე კორპუსი შეკეთდება, სასართული შეკეთდება კაპიტალურად, აი ამ საერთო საცხოვრებელის. ფიროსმანზე მდებარე ტექნოლოგიური ფაკულტეტი თავიდან ბოლომდე გარემონტება და შეიცვლება ინფრასტრუქტურა. და აი ამ კორპუსში ეხლა ჩვენ რაც გვაქვს ეხლა სახსრები, ჩვენ ვახერხებთ მეხუთე და მეოთხე სართულის კაპიტალურად შეკეთებას და ასევე მთლიანად უნივერსიტეტის სახურავის, აი თუნუქის, აი სახურავის გამოცვლას. აი აქ განთავსდება ერთ-ერთი ფაკულტეტი. ესეც იქნება სასწავლო და ერთ-ერთი პატარა ფაკულტეტი. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე თქვენ თავიდან ყურადღებით არ მომისმინეთ, იმიტომ რომ მე იმიტომ ვახსენე უნივერსიტეტების ქარტია და იმიტომ თქვი ის ძირითადი პრინციპები, იქ სწორად ეხებოდა მეცნიერებას და ერთ-ერთი პრინციპი მე ვთქვი, რომ ეს არის ადგილი, სადაც უნდა იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტი მეთქი. მე ეს ქარტია იმიტომ მოვიტანე, რომ თავისთავად მე ვიზიარებ სწორედ აი ამ შეხედულებას. დიახაც, უნივერსიტეტი ეს არის სამეცნიერო საგანმანათლებლო კერა. მით უფრო რომ როცა ჩვენ უნივერსიტეტს ამ მიმართულებით აქვს ძალიან დიდი საგანძური კვლევითი ინსტიტუტების სახით. მე წინასაარჩევნო როცა ამას ვატარებდი, მოვინახულეს ინსტიტუტები კიდევ ერთხელ და ჩემი თხოვნა სწორედ აი ამასთან დაკავშირებით იყო ეს, რომ და ჩემი იდეა, ჩემი უпростоრად მიზანი არის ეს, რომ მოვახდინო აი ამ ინსტიტუტების ადაპტაცია სასწავლო პროცესში. აი ეს არის ჩემი ძირითადი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რომ ჩემი ლექტორობის დროს ეს მე გავაკეთო. რომ აი სწორედ ეს გამოცდილება, რომელიც აქ სხვადასხვა ეს ინსტიტუტები თქვენ იცით, რომ ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ ძალიან გვიან შემოუერთა 2006 წლის შემდგომ შეუერთა ჩვენს უნივერსიტეტს და რატომღაც ეს ადაპტირება ვერ მოხერხდა, ეს ინსტიტუტები კიდევ როგორც დამოუკიდებლად, ეხა სტრუქტურულად, ფინანსურად კი არ გეუბნებით, მაგრამ რაღაც ორგანიზაციულად შინაარსობრივად კიდე დამოუკიდებლად ძირითადად ჩანს და ესე გამოიყურება და აი დღემდე ვერ ხერხდება მისი სრული ადაპტირება სასწავლო პროცესში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მე ვერ დაგეთანხმებით იმაშიც, რომ თქვენ როცა ამბობთ, აი ჩვენ მოდი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რა ჩვენი კანონმდებლობით რა თქვათ კომპეტენციაზე უნდა გავიდეს ბაკალავრი, რა კომპეტენციაზე მაგისტრი, რა კომპეტენციაზე დოქტორი. აი თქვენ ესე მწვავედ თუ აყენეთ რომ მეცნიერებს, აი ბაკალავრის დონეზე არ შეიძლება მოამზადო ადამიანმა მეცნიერი. კვლევები უკვე გათვალისწინებული არის სამაგისტრო და გათვალისწინებულია უკვე სადოქტორო დონეზე. და სწორედ აი ინსტიტუტების ჩართვა, რომელიც მე ძალიან მინდა, მე ვფიქრობ სწორედ რომ აი ეს პოტენციალი ჩვენ გამოვიყენოთ სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. რომ სამაგისტრო ნაშრომი, როცა სტუდენტს მიენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სამაგისტრო ნაშრომი სწორედ ინოვაციაზე, რაღაც კვლევაზე უნდა იყოს დამყარებული. თქვენ ასევე ახსენეთ სახელმწიფოს მხრიდან, დიახ, მე გეთანხმებით ამაში, განათლება უნდა იყოს პრიორიტეტული სახელმწიფოს მხრიდან. და მე გაცილებით მეტი ფული თანხა უნდა ჩაიდოს სწორედ განათლებაში. ჩვენ ახლა ვღებულობთ ამ დახმარებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მიზერული და უნივერსიტეტი ძირითადად ცხოვრობს მაინც აი საკუთარი შემოსავლებით და ალბათ ამ მიმართულებით ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ უფრო კატეგორიული ვიქნებით ამაში, რომ უფრო მეტი თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოს
უნივერსიტეტის განვითარება, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის, სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებისათვის, გაცვლითი პროგრამებისათვის და ასე შემდეგ. თუმცა არის ერთი რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი, იცით თქვენ უკვე მეორე წელია ეს პროგრამა მუშაობს, ანუ სახელმწიფომ დაასახელა 22 პროგრამა თუ არ ვცდები, რომელიც პრიორიტეტულად გამოაცხადა. იცით ალბათ, ხო? რომ აი ჩვენთან უნივერსიტეტში ასეთი 10 პროგრამა მუშაობს, სადაც ჩარიცხული სტუდენტები აბსოლუტურად უფასოდ სახელმწიფო ულობენ განათლებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრიორიტეტულია პროფესიული პროგრამები და ყველა პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი ასევე ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. მოგესალმებით, არტილ ართმელაძე, საინჟინრო ფაკულტეტი, მაგისტრანტი. მე მინდა ის პრობლემა გითხრათ ბატონო მერაბ, რაც არ ვიცი წლების განმავლობაში მოდიოდა აქამდე თუ არ მოდიოდა ვერ გავიგე ეს, უკვე მაგისტრატურას ვამთავრებ. ანუ წიგნის პრობლემა ბიბლიოთეკებს როგორც ვიცით არ აქვს, მაგრამ არის რუსულ ენაზე წიგნები. ანუ დრო ჭირდება ამ ყველაფერს სანამ გადმოვთარგმნით და დავიწყებთ მუშაობას და ასევე აქვს პრაქტიკა ჩვენთან რო უყურებთ მხოლოდ მშენებლობის მიმართულებას და აქცენტი არის გაკეთებული მხოლოდ მშენებლობის. გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა დავამთავრებ ბაკალავრიატი. პრაქტიკა მქონია, კვირაში ერთჯერ გავიდით ავტოტრანსპორტში და გავისეირნებდით, არაფერი შედეგი არ იყო. მაგისტრატურაზეც ისე ვამთავრებ მაგისტრატურას რო ერთჯერ ვერ შევედით ტერმინალში და ნავთობის გადაზიდვები უნდა დავწერო ახლა ტრანსპორტირება, სადაც არ დამინახია რეზერვუარი და არ ვიცი ტერმინალი შიგნიდან როგორი. ეს პრობლემა არის, გონდა დღეს წერილი მოგწერეთ თქვენ დეკანმა მშვენივრად თქვენთან, რომ 3 დღით იქნებ ტერმინალს მივწეროთ და 3 დღით რამენერად შევიდე, როგორც იცით, ექსკურსია რო გავაკეთო, უბრალოდ ზედაპირულად რო დავინახო ყველაფერი და ეგ გონ ტექნოლოგიურ ფაკულტეტისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ პრაქტიკა თუ არ გვექნება ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ საერთოდ. ზეპირად თეორიულად შეიძლება ბევრი რაღაცა ვისწავლოთ, მაგრამ როდესაც გამოვდივართ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მერე ბაზარზე, იმიტომ სულ არ ვჭირდებით არავის რა. ანუ ეს პრაქტიკის პრობლემა თუ მოგვარდება, მე შეიძლება აღარ მომესწროს, მაგრამ არიან ჩემი მეგობრები, რომლებიცაც იგივე პრობლემა აქვს, თუნდაც ტრანსპორტის განხრით. პირველად დაისვა საკითხი ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, ხო ლიტერატურასთან დაკავშირებით, აქ ძირითადად ეს არის თქვენ როგორც ვთქვით რუსულენოვანი პროგრამები. დიახ, კი, არის ესეთი პრობლემები და ჩვენ ახლა ვამზადებთ სხვადასხვა პროექტს და ერთ-ერთი საკითხი არის სწორედ უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმნა. და იქნება ეს პროგრამულად სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს, რომ ჩვენ მოვახდინოთ ამ სახის ლიტერატურის თარგმნა. ფაქტიურად ეს ლიტერატურაში გეთანხმებით ფიზიკურად ბიბლიოთეკაში ალბათ დევს, მაგრამ ხელმიუწვდომელია. ხელმიუწვდომელია გამომდინარე იქიდან, რომ არის უცხოურ ენაზე. თუმცა ჩვენ წინა რექტორის ინიციატივით და ასეთი დამკვიდრდა ეგრეთ წოდებული ლიდერების ინსტიტუტი და როცა თქვათ ლექტორი ამ შემთხვევაში თავის სალექციო კურსს ქმნის და ელექტრონულ ვერსიას აწვდის სტუდენტებს. ხო, რაღაც ერთი გამოსავალი ჩვენ ეს ვნახებთ. ეხლა რაც შეეხება, მაგრამ გეთანხმებით, რომ ამ ხრივ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები და ალბათ ეს თუმცა ეს არის ძალიან რთული, გაცილებით ადვილია თქვა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომ ეს შეიძლება გააკეთო ადამიანებმა 3 თვეში, 4 თვეში, 5 თვეში, მაგრამ თარგმნა არის გაცილებით რთული საქმე და შრომატევადი და დროში გაწერილი. აი მაგალითად ტურიზმის ფაკულტეტიდან თუ არის აქ მაგალითად ტურიზმის ფაკულტეტზე ეს პროგრამა მუშაობს და რამდენიმე ტურიზმის მენეჯმენტი და სხვა რამდენი საკმაოდ სოლიდური ნაშრომები, თანამედროვე ნაშრომები, აი პროგრამის ფარგლებში, პროექტის ფარგლებში უკვე ითარგმნა და ტურიზმის ფაკულტეტზე ეს ძირითადი სახელმძღვანელოები უკვე არის.
თქვენ მეორე საკითხი დასვით, მე მგონი ეხება პრაქტიკას. დიახ, მე ამაზე გავაკეთე აქცენტი და სწორედ ახალ პროგრამებში მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკული კომპონენტი უნდა იყოს კეთანხმებით გაზრდილი. რა თქმა უნდა, დოზით, ეხლა ჩვენ როცა თქვენი სახელი როგორ არჩევთ, ეხლა როცა მაგისტრატურაში არის 120 კრედიტი და იქ როცა 30 კრედიტი აქედან ეთმობა სამაგისტრო ნაშრომს, რჩება 90 კრედიტი, იქ არის ასე უცხო ენაც, არა, დაახლოებით თქვენ შემთხვევაში არ არის ალბათ, ხო? აი ამ 90 კრედიტში, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ კომპონენტს, თქვათ, ესე 40 კრედიტს ვერ დაუთმობთ, არა? თქვათ, სადაც 10 კრედიტის ფარგლებში, დიახ, საკმარისი იქნება ალბათ, რომ პრაქტიკული კომპონენტი დაეთმოს კეთანხმებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ახალი პროგრამების გაკეთების დროს ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. დამატებს ვინმე რამის? მოგესალმებით, მე ვარ რამინ მეჭერაშვილი, სამართალმცემლობის მესამე კურსის სტუდენტი. მე მაქვს ასეთი კითხვა, განსხვავებით საინჟინრო ფაკულტეტისგან ჩემ კურსი არის ლიტერატურის ასე ვთქვათ ნაკლებობა. ანუ ჩვენ ვთქვათ შეგვიძლია ქართული ლიტერატურის ვთქვათ მოძიება, მაგრამ არის რომლებიც არის თითო ოროლა და კურსზე ჩვენ ვართ 100-ზე მეტი და ძალიან ჭირს ხოლმე ლიტერატურის ბიბლიოთეკაში თუნდაც 1.5 საათით ხელში ჩაგდება ასე რომ ვთქვათ და ზოგი საერთოდ არ მოიძებნი მაგალითად უცხოური ლიტერატურა საერთოდ არა ნათან და რაც არის საბჭოური დროინდელი რუსული ლიტერატურა ძირითადად რაც თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამება თუნდაც საერთაშორისო სამართალი რომ ავიღოთ რომელსაც გარკვეულწილად გავზიაროთ. პრობლემა არის ისიც რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში არ გვაქვს სამაგისტრო პროგრამა და მხოლოდ ბაკალავრიატია და აქედან გამომდინარე სტუდენტებს უწევთ ან სხვაგან გადავიდნენ ან უარი თქვათ სამოქალაქოზე და სისხლის განხილვის წავიდნენ. თქვენ რა ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვადეს ეს პრობლემა და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. მადლობა. თქვენ პირველი თქვით ლიტერატურის საკითხი, ხო? ეხლა ერთი რაღაცა მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ თქვენ სილაბუსში მითითებულია, ეს გამორიცხულია, რომ თქვენ სილაბუსში გქონდეთ ისეთი ლიტერატურა, რომელიც ფიზიკურად არ იყოს ჩვენს ბიბლიოთეკაში. ასეთი არ იქნება. არა, გამორიცხულია რატო? იმიტომ რომ ამ პროგრამებმა გაიარა აკრედიტაცია და კონკრეტული პიროვნებები, ექსპერტები იყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამას ამოწმებდა დეტალურად. ეს მითითებული ლიტერატურა არის თუ არა ჩვენს ბიბლიოთეკაში. მაგრამ გეთანხმებით იმათ, მაგრამ თუ მაგრამ შეიძლება რომ შემდგომ თუ რაიმე ჩაემატა 2013-14 წლებში ამას შეიძლება ამას ვერ შეგედავებით. მაგრამ ის რომ მითითებული ლიტერატურა ეგზემპლარების თვალსაზრისით ძალიან ნაკლებია, არის 2 და ამ დროს კურსი არის 30, ამაში გეთანხმებით. ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომ ჩვენ გასულ წელს და აი იმის წინა წელსაც ბიბლიოთეკას ჰქონდა ასეთი პროექტი. თუ გახსოვთ, სტუდენტებიც იყვნენ ჩართული, ფაქტურად შეიქმნა ელექტროვერსიები. აი ამ ლიტერატურების დასკანერება მოხდა, აი ამ ესეთი ეგზემპლარების, ეს წამოვიდა. ჯერ ეს მოთხოვნა გაეგზავნა დეპარტამენტებს, რომ რომელ წიგზეა უფრო მეტი ლიტერატურაზე მოთხოვნა სტუდენტების მხრიდან და ამის მიხედვით შეიქმნა ელექტრონული ვერსია. როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი, მე კიდევ აი დავავალებ ამას, ჩავიწერე, დავავალებ, რომ აი ესეთი ელექტრონული ვერსიები გამრავლდეს და ეს და ალბათ დაგეხმარება. თუმცა მე მაგალითად პირადად მირჩევნია, როცა წიგთან მუშაობ და ძალიან ვთქვათ, უფრო მიჭირს ელექტრონულ ვერსიასთან მუშაობა. ეს ვარიანტიც ალბათ იქნება. მეორე პრობლემა თქვენ თქვით მაგისტრატურასთან დაკავშირებით, ხო? მაგისტრატურასთან დაკავშირებით თქვენთან არ არის სამოქალაქო მიმართულებით მაგისტრატურა, ხო? ნუ აქ მაინც მე ვფიქრობ, რომ არის უფრო ეს უნდა გააკეთოს აკადემიურმა პერსონალმა. ამას ვერავინ სხვა ვერ გაუკეთებს. ჩვენ
აქ მოხდა ისე, რომ ამ მიმართულებით ჩვენთან იყო ლექციებს კითხულობდა წლების წინ ცნობილი პროფესორი, მეცნიერი ბატონი ბესარიონ ზორიძე, რომელიც ამ დროს იყო ჩვენი პროფესორი, მაგრამ ბატონი ბესარიონის შემდგომ მას მოუხდა რაღაც პირობების გამო ამ უნივერსიტეტის დატოვება, თბილისში ცხოვრობს და შესაბამისად უკვე ვეღარ მოახერხეთ აი ამ პროგრამის შემდგომ განხორციელება. აქ დგას აკადემიური მეორებ, მე აქ არაფერ დასამალი არ არის, დგას აკადემიური რესურსის პროფესურის პრობლემა ამ მიმართულებით. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ დღემდე ვერ მოახერხეთ ამ მიმართულებით აი ამ პროგრამის სამუშაობა. მე მაინტერესებს როგორც იცი ადრე არ კეთდებოდა უნივერსიტეტი ამას არ წერდა არ ვიცხოვდა რამდენი კურსდამთავრებული საქმდება აი მსგავსი სტატისტიკა კეთდება თუ არა უნივერსიტეტში ადრე როგორც იცი არ კეთდებოდა და აპირებთ თუ არა ამის შესწავლას რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მე დასაწყისში ესეც თქვი და ჩვენმა ერთ-ერთმა სტუდენტმა ეს სხვანაირად გაიგო, თითქოს ჩვენ ბაზარზე რაღაცა მუშა ძალას არ ამაზე არასაუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგი დგას სწორედ აქედან უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რამდენად დასაქმებადია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სტატისტიკა გვაქვს, გეტყვით 2012-13 წლების სტატისტიკა. აი თქვათ როგორ ხდება ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება, მაგრამ არა ზოგადად მე გულისხმობ პროფილის მიხედვით საქმდება თუ არა. რა თქმა უნდა სტატისტიკა გვაქვს და აი ამაზე უნდა გავაკეთოთ სწორედ ორიენტირება ჩვენ ახლა. ახლა აკრედიტაციის დროს, პროგრამული აკრედიტაციის არის თავარი მოთხოვნა. აი თქვათ პროგრამა, კი ჩვენ გვინდა აკრედიტირება პროგრამის, მაგრამ ამ შემთხვევაში ექსპერტი აქვს ასეთი შეკითხვა. რატომ ახორციელებთ ამ პროგრამას? რა მოთხოვნაა? ანდა ეს ამ პროგრამის ფარგლებში თქვენი კურსდამთავრებული რამდენად დასაქმებადია? ეს თავარი კითხვებია აი ამ თვითშეფასების ანგარიშში. ჩვენ ამ სტატისტიკით არის ჩვენთან პროგრამები, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადია, მინდა გითხრათ, იგივე ბიზნესის მიმართულება, იგივე სამართალი, იგივე ინგლისური ფილოლოგია, თუმცა გვაქვს პროგრამები, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია, მაგრამ აქ არის მეორე მხარეც, ისინი განეკუთვნებიან ფუნდამენტალურ დარგებს მეცნიერების და მისი ესე ვთქვათ შენახვა, ეს როგორ ეს ტერმინი არ მინდა თქვა, მისი შენახვა ესე არ მინდა თქვა, მაგრამ მისი განხორციელება აი როგორც უნივერსიტეტის სტატუსისათვის აუცილებელია. ამიტომ რაღაცა ბალანსი აქ რა თქმა უნდა ხდება. ახლა მაშინ მივიტყვი. რამიგედან ეხება და მასწავლებელი. არის მალე აირჩევენ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს და წარმომადგენლებს მათი კურსებიდან. მაგრამ აქტიურობა ამ შემთხვევაში ისე სტუდენტების არის ძალიან დაბალი. არც ინტერესი არ აქვთ და რეგისტრირდებიან ის სტუდენტები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში არც აქტიურები არ არიან და არც აინტერესებთ უნივერსიტეტში რამე. ვიცი რომ არ ეხება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ეს და არც რექტორი არ ჩაერევა თვითმმართველობის საქმიანობაში, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობა როგორც სტუდენტური გაერთიანება ერთ-ერთი უნივერსიტეტში, როგორ უნდა მუშაობდეს და ამ კუთხით თქვენ რას ფიქრობთ? ახლა რა ეტაპზეა და რა კუთხით უნდა დაიწყოს სტუდენტებმა მუშაობა თვითმმართველობაში, ვინც გაერთიანდება და ვინც არის ახლა გაერთიანებული და სტუდენტებს ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთების დროს რაზე მოუწოდებთ რომ გააკეთონ ესე იგი აქცენტი? თქვით და ეხლა ეს არის თვითმმართველობა სტუდენტური და თავის დროს ნიშნავს იმას, რომ თქვათ ამაში ადმინისტრაცია არ უნდა ერეოდეს. მე გეტყვით ეხლავე პირდაპირ, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ამინაირად ჩავირიო ამ მუშაობაში, თუმცა მე ჩემს სურვილები შემიძლია ალბათ თქვა. ის რომ აი პირველად ესე თვით საზღვარგარეთ თვითმმართველობის მუშაობას, პირველად ესე ფართოდ უფრო გავეცანი 2009 წელი იყო თუ არ ვცდები.
ვარშავის, კრაკოვის და ლოძის უნივერსიტეტებში. მე მივიღე რაღაცა მე გამოვედი ჯერ ერთის რო რაღაცა ძალიან მომეწონა ახტოვანებო და მეორეს რო ძალიან ისეთი გულისტკივილეთ რომ იქ იყო რაღაცა თვითმმართველობა როცა ჩვენ გვაჩვენეს ის იყო რაღაცა უაღრესად ის ადგილი სადაც თვითმმართველობის ოფისი იყო რაღაცა უაღრესად აქტიური ზოლი იმ უნივერსიტეტში ალბათ ხო აი გვაჩვენეს პროექტები აბსოლუტურად ის ყველაფერი რომელიც აი თვითმმართველობის მიერ ხორციელდებოდა აი აქტიურად ჩართული აი ამ სასწავლო სამეცნიერო პროცესში ძალიან აქტიურები კულტურულ ღონისძიებებში და ასე შემდეგ ეხლა მე ამას ვისურვებდი რომ ასეთივე იყოს რა თქმა უნდა ჩვენი უნივერსიტეტის თვითმმართველობაც მე ვისურვებდი იმას რომ ეხლა თქვენ თქვით რომ არ რეგისტრირდება სტუდენტები ხო ეხლა მოდით რა ხდება ამ შემთხვევაში ხო ამას ხო ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ რატომ არ რეგისტრირდება ის რომელიც თქვა აკადემიურად მაღალი მოსწრებისაა ხო რატომ არ რეგისტრირდებიან ხო აი რატომ ხო ეს საინტერესო კითხვა ალბათ ხო უნდა დარეგისტრირდეს თვითონ უნდა დარეგისტრირდეს მე თუ თქვენ ნახავთ იმ სტუდენტებს რომელთანაც მე უშუალო სალექციო შეხება მაქვს მე ყოველთვის ვაქეზებ ამისკენ რომ თქვენ უნდა იყოთ აქტიურები თქვენ უნდა დარეგისტრირდეს რომ ატმოსფერო ამ უნივერსიტეტში გარემო შექმნათ სწორედ თქვენ რომ მე ვფიქრობ რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ესენი უნდა იყოს უპირველესად აკადემიურად მაღალი მოსწრების სტუდენტები მე არ ვიცი თქვენ ამას რა გაიგებთ მაგრამ ეს არის უნივერსიტეტი ეს არის ესეთი დაწესებულება სადაც პირველი არის სწორედ აკადემიური დონე ამიტომ მე ასე ვფიქრობ სხვათაშორის თუ არ მეშლება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტშია ესეთი ეს არის ნორმა რომ აი არჩევნებში ორგანოებში როცა ხდება თვითმმართველობის იქ აი 71 ქულაზე მოსწქვედა უფრო დაბალი მოსწრების სტუდენტებს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღონ არა აი სტანდარტი ერთგვარით ჩამოაყალიბა თქვა უნივერსიტეტმა ხო ესე რომ ჩემი შეხედულება ასეთია რომ თვითმმართველობა უნდა იყოს ძალიან აქტიური და ასევე ჩემი სურვილია ის რომ ის დაკომპლექტებული იყოს რა თქმა უნდა უპირველესად ესეთი მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებით და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის რომ და თქვენ ამას დაინახავთ პრაქტიკულადაც მე ვერ ჩავერევი მის საქმიანობაში და ეს უნდა ჩავტარდეს ძალიან გამჭვირვალედ თანაბარ პირობებში რა თქმა უნდა და რა ვიცი მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს უნივერსიტეტის ის ძალა ამ სტუდენტები ამის აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ და ჩამოყალიბდება ესეთი თვითმმართველობა რომელიც აი პროფესურასთან ადმინისტრაციასთან ერთად თანამშრომლობით აი ყველაფერს გააკეთებს უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისათვის კითხვა მაქვს გამარჯობათ გიორგი ბოლქვაძე აბიტურიენტი. ანუ თქვენ ახსენეთ უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია. ამასთან დაკავშირებით თქვენ რისი თქმა შეგეძლიათ, ანუ რატომ დაირჩიოს აბიტურიენტმა თქვენი უნივერსიტეტი? მე მგონი ამ კითხვას გავეცი პასუხი მე უკვე თუ რატომ სწორედ მე აქედან დავიწყებ მაღალი კონკურენცია და რატომ უნდა აირჩიოს მეთქი ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა შევეცადოთ ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევთავაზოთ სტუდენტს ისეთი პროგრამები უნდა შევთავაზოთ რომ აი ეს იყოს მე ამიტომ თქვი აი ეს იყოს დასაქმებადი და თქვათ ის ინვესტიცია რომელსაც თქვენ დებთ ამ შემთხვევაში თქვენს განათლებაში ეს იყოს ადეკვატური და თქვენ მივიღოთ შესაბამისი შედეგი მიიღოთ. აი ამიტომ უნდა აირჩიოს და უნდა აირჩიოს იმიტომ რომ აქ უნდა იყოს კომფორტული გარემო სტუდენტისათვის. ეხლა სხვა რა ვიცი, სხვა ვერ გასულ. ბოლოს პატარას დავამატებ მეორე მესამე კურსელი ბავშვებმა მხოლოდ ჩვენ ფაკულტეტზე რომ თვითონ რაღაც არ მოუხერხდა ეს საქმეში, მაგრამ ეს პრობლემა აქვს. მშენებლები არიან, ხაზვახში რა თუცებთ და მაგასთან დაკავშირებით აქვს ეს პრობლემები, რომ დაფები, ესეთი რაღაცეები ინვენტარი არ არის. იყო რამოდენიმე ჯერ ეს მიმართა ეს შესაბამის მოწყებას, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, ამიტომ შეიძლება რომ თქვენ რო
იცოდეთ, საქმის გულში იყოთ და მგონი ამის შემდეგ არ უნდა შეექმნას ეს პრობლემა და სასოფლო სტუდენტებს აქვს მგონი ერთი პრობლემა, რომ მე პირადად მოვისმინე ის მომენტი, ლექტორი რო ეუბნება სტუდენტებს ავტობუსში ჩაუშვდეთ და ბაზარში წამოდით სხვადასხვა მცენარეების თესლებს გაჩვენებთო, პრობლემა აქვს მგონი ფაკულტეტზე საჩვენებელი რაღაცები ელემენტარული მაინც უნდა იყოს და ცოტა შეიძლება ისე გამოვიდეთ, მაგრამ სასაცილოა ესეთ რაღაცაზე რომ მოგვიწევს საუბარი. კი, გეთანხმებით მე როცა საუბარი არის სარემონტო სამუშაოებზე თქვენს ფაკულტეტზე. აი ეს გათვალისწინებულია სწორედ ინვენტარიც და რა თქმა უნდა არც ესეთი დაფა თქვენ უკვე ახალი სასწავლო სემესტრი როცა დაიწყება, იქ აღარ დაგხვდება, თესტამდვილად ასე იქნება. რაც შეეხება აგრარულთან მიმართულებით, მე შევხვდი ამ მიმართულების პროფესორას და ერთთვიანი ვადა აქვთ მათ იმისათვის, რომ წარმოადგინონ ხედვა, როგორ შეუძლიათ, როგორ შეიძლება უახლეს 5 წელსში როგორ წარმოუდგენიათ აი ამ მიმართულების განვითარება. მე იმ კვირაში მაქვს დაგეგმილი სოფლის მეურნეობის მინისტრთან და აგროსერვიზის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა და მე ძალიან მაინტერესებს მათი შეხედულებები, როგორია სახელმწიფოს დაკვეთა ამ შემთხვევაში და ამ მიმართულებით შემდგომ იმუშავებს აგრარული მიმართულების პროფესორა. აი დღეს მქონდა სწორედ ამაზე საუბარი, აი იქ მოვიდ მაგალითი იყო სატყეო საქმეზე. აი რამდენი სტუდენტი ყავს სატყეო საქმეს. ეს აღმოჩნდა რომ პირველ კურსზე სწავლობს 4 სტუდენტი, მეორე კურსზე რაღაცა 8, მესამე კურსზე 11 და ასე შემდეგ, ხო? და ისევ როცა განაცხადი მოითხოვე შემდგომი აკეცას, ისევ წარმოადგენს სატყეო პროგრამა. აი რატო წარმოადგენთ სატყეო პროგრამა? თქვენ რა მოთხოვნა არის მასე არა, დასაქმება არის არა, მაშინ რატო? იმიტომ რომ ეს პროგრამა არის და ისევ თქვათ გავაგრძელოთ, არ გამოვიცხოთ, ხო? ამიტომ ეს შესწავლა მოხდება მეთოდის მანძილზე და ამის მიმართულებით მოხდება სწორედ შემდგომ ახალი პროგრამების შემუშავება. ეხლა რაც შეეხება ის ასეთი პრობლემები არის, ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ იქ არის 26 ჰექტარი მიწის ფართობი აგრარული ფაკულტეტზე. აბსოლუტურად გამოუყენებელი. ჩვენ როცა სხვადასხვა პროგრამებით ჩამოდიან უცხოეთიდან და იქ საუბარია აი თქვათ ციტრუსის მოვლაზე, USAID-ის სხვადასხვა პროგრამებით, აი იქ არის ყველაზე მოულელი ციტრუსის პლანტაციები სწორედ ჩვენს ფაკულტეტზე, როცა ყველაზე მოვლილი იქ უნდა იყოს. ხო, იქ ხო შეიძლება მაინც რომ პრაქტიკულად ვასწავლოთ სტუდენტს, როგორ უნდა მოუარო თქვათ ყველაზე კარგი ადგილია, დიახ, გეთანხმებით ამისათვის. დარდაკი სტუდენტი, ხა თქვენ ახსენეთ წეღა, რომ დამაბარესო, მაგრამ თვითონ ვერ მოვიდინა. ეს ულისტიულით მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემაც დგას ჩვენს უნივერსიტეტში. ძალიან დაბალი აქტიურობა თქვენი მხრიდან. აი თუნდაც დღეს ახლა ხო, მაგრამ რამდენიმე სტუდენტია, რომელიც არის მოსული აქ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ალბათ ყველას მიაწვდიდით ამ ინფორმაციას, ხო, მაგრამ აი ამიტომ ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ მუშაობა გვმართებს ყველ თქვენს, ჩვენს და ასე შემდეგ. ხო, ესე არ შეიძლება ხო, ეს შეიძლება არაფერი. აქვს აზრი, აქვს რა თქმა უნდა აქვს აზრი, იმიტომ რომ ჩვენ ინფორმაციები ერთმანეთთან უნდა მივიტანოთ, ბუნებრივია და უნდა ვიზრუნოთ სწორედ მის გაუმჯობესებას და შეცვლას. გონია მოწურეთ, დიდი მადლობა ყველას რომ მოხვედით, ბატონ მერავს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა და დიდი ხანია უკვე დისკუსიებზე მუშაობ და სტუდენტებთან მაქვს შეხება, არა მარტო იმიტომ რომ მე სტუდენტი ვარ, სამუშაო კუთხითაც. და რასაც თხოვთ ან პრობლემები ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია დისკუსიის დროს, რაც სტუდენტებს აწუხებთ. თქვენ ის ახსენეთ მოხსენების დროს, რომ როდესაც ხარისხის სამსახურში მუშაობდით, ძალიან ბევრი წერდა, რომ რაღაცებს წერთ, მაგრამ არ იცვლება. იქნება ესეც არის მიზეზი სტუდენტების მხრიდან, რომ რაღაცებს ვინც თუ რამე სიტყვის მოსაგვარებლად ამას ყურადღება არ ექცევა და ალბათ მათთვის აზრი ეკარგება ამის თქმას. ამიტომ გთხოვთ რომ ამ კუთხითაც იმუშაოთ, რომ სტუდენტებმა მოვიდნენ თქვენთან და ბევრი ილაპარაკონ მათ პრობლემებზე და არ დარჩეს ეს ფუჭად და გთხოვ სტუდენტებს კიდევ ერთხელ რომ გააქტიურდნენ ამ კუთხით.
ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. პროექტი ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტის სახლის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია. პროექტი ფინანსდება ნაციონალური ფონდი ნედის მხარდაჭერით. ძალიან დიდი მადლობა და მე მივესალმები თუ ესეთი შეხვედრები ჩვენ გვექნება ხშირად და აი ესეთ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრებთ. დიდი მადლობა წარმატებისთვის.